სამოქალაქო კამპანიის შენგეხებას მონაწილეები წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ. კამპანიის წარმომადგენლები ხელისუფლებას ობიექტური და თანმიმდევრული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ კონტროლის პალატის, სასამართლოსა და პროკურატურის ქმედებების სუბიექტურობითა და არათანაბარი მიდგომებით ხასიათდება. კამპანიის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ დაუყოვნებლივ გაატაროს შესაბამისი ზომების სამართლიანი წინასაარჩევნო და მედია გარემოს უზრუნველსაყოფად. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მომავალი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვს ქვეშ დადგეს. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაატაროს ზომები სამართლიანი წინასაარჩევნო და მედია გარემოს უზრუნველსაყოფად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეჭვის ქვეშ დადგეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა. ასევე მოვუწოდებთ კონტროლის პალატას შეწყვიტოს არათანაბარი და სუბიექტური მიდგომა პარტიების მონიტორინგის პროცესში. სამოქალაქო კამპანია ეს შენგეხება წარმომადგენლები კონტროლის პალატას, სასამართლო ხელისუფლებას, პროკურატურასა და უწყებათა შორის კომისიას უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ სუბიექტურობასა და მათ მიმართ არათანაბარ მიდგომებში ადანაშაულებენ. მათი თქმით, უწყებების მიერ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა მიმართ საყენებული ბრალდებები და სანქციებით სამხრივ და არასაკმარისად დასაბუთებულ ფაქტებს ეყრდნობა. Როდესაც საუბარი არის კონკრეტულ პარტიას და კონკრეტულ ჯგუფზე, იმ შემთხვევაში არის საკმაოდ აქტიური და ეფექტური კონტროლის პალატა და ძალიან დიდი ჯარიმები, წარმოუდგენლად დიდ ჯარიმებს იყენებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთივე აქტიურობას, როდესაც საუბარი არის მაგალითად მმართველი გუნდის მხრიდან შესაძლო დარღვევებზე. თუ კი წინასწარი გარემო მთელი ამ თვეების განმავლობაში იყო ძალიან დაძაბული უსამართლო, საკმაოდ ზეწოლის ქვეშ მიმდინარე პროცესები, მაშინ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში. კამპანია ეს შენგეხებას წარმომადგენლები სასამართლო ხელისუფლებას მიმართავენ, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს თავისუფლების აღკვეთი ზომების გამოყენებასა და საქმის გარემოებების ობიექტურ გამოკვლევას. არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი არჩევნებისთვის თავმჯდომარე ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური პარტიის წევრების სანქციათა შეფარდების პროცესი დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს, რაც საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას და დაცვის უფლებების სათანადო განხორციელებას უშლის ხელს. ნებრივია ვსაუბრობთ იგივე ბრალდებებზე, რომელიც აყენებული იქნა ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ და იმ სანქციებზე და იმ ძალიან დაჩქარებულ ტემპებზე, რა დროშიც მიმდინარეობდა აღნიშნული სანქციების შეფარდების პროცესი. ჩვენ საარჩევნო გარემოს ერთიან ჭრილში განვიხილავთ და ვფიქრობთ, რომ ამ ტენდენციებთან ერთად ასევე მნიშვნელოვნად მძიმდება მედია გარემო საქართველოში. მაშინ, როდესაც ყველა მედია ორგანიზაცია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნად აცხადებს, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯები გადაიგოს პლურალისტური მედიის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ სურათს, როდესაც დღით-დღით მძიმდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც აუცილებლად ნეგატიურად აისახება საარჩევნო ფონზე და კამპანია ეს შენგეხებას წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების გზები დღითიდღე იზღუდება. მათი თქმით, ინფორმაციის შეზღუდვა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარე ეკა გიგაურის თქმით, არსებული ვითარება მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და მშვიდ ვითარებაში ჩატარების შესაძლებლობას ამცირებს. ყველა საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, რომ საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ იმ ფაქტებით, რაც ჩვენ ახლა გვაქვს, იმ შერჩევითი სამართლით, რომელიც ადგილზე გვაქვს დღეს საქართველოში, ამ ყველაფრით ფაქტობრივად ის არ მიიღწევა, რომ ქვეყანაში იყოს მართლაც რომ სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ლეგიტიმური ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რომ მან ყველაფერი გააკეთოს, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ჰქონდეს თანაბარი პირობები. ეს შენგეხებას წარმომადგენლებმა საქართველოში მასქერისა და მასტოფერის პრინციპების დანერგვაზეც ისაუბრეს. მათი განცხადებით, საქართველოში ამ პრინციპების დანერგვასა და კანონმდებლობაში ასახვას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების გარდა ხელსაწერს საქართველოში არსებული 13 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიიდან 12 პარტია. მათი თქმით, საქართველოში მასქერისა და მასტოფერის პრინციპების დანერგვას მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ეწინააღმდეგებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, მასქერისა და მასტოფერის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არასწორი მიდგომა აქვთ. მისი თქმით, საქართველოში თავისუფალი მედია გარემოა და ინფორმაცია არ იზღუდება. საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუმცა ის პოზიცია, რაც გააჩნია არასამთავრობო ორგანიზაციებს, მინდა გითხრათ, ეს ტიპის მიდგომა მასქერისთან დაკავშირებით, მასტოფერთან დაკავშირებით არ არსებობს არც მსოფლიოში.
და მეგონი ამას თვითონ ძალიან კარგად ხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მის შემოთავაზება რაც არის, ეს არის საერთოდ სოფლიოში არც ერთ სახელმწიფოში ეს ტიპის მიდგომა მასთან დაკავშირებით, მასკერისთან დაკავშირებით არის. მე გითხრათ, რომ საქართველოში არის თავისუფალი მედია გარემო და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ყველა ადამიანს აქვს თავის პოზიციის ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოხატვის საშუალებას და უფლებას. ჟურნალისტ ლაშა ტუღუშისკის ხელისუფლება ვალდებულია მედია გარემოს საზოგადოების უფლება პლურალისტურ მედიაზე ქონდეს ხდომა და თავად გააკეთოს არჩევანი რას უყუროს. სიტყვაზე რომელიღაც რაიონში დღეს უყურებენ მხოლოდ რუსთავიორს, იმედს და ვერ უყურებენ კავკასიას, მაესტროს და ასე შემდეგ მეცხრეებს, ხო? ეს არ არის სწორი. და ვერ უყურებენ, იმიტომ კი არა, რომ თქვენი ნახვა არ უნდათ, იმიტომ ვერ უყურებენ, რომ იქ არსებულ საკაბელო ტელევიზიებს ეუბნებიან, ურეკავენ ან სხვანაირი ფორმით, ეუბნებიან, რომ არ ჩართოთ კავკასია, არ ჩართოთ მაესტრო, არ ჩართოთ მეცხრე. კამპანია ეს შენგეხება წარმომადგენლები მასკერისა და მასტოფერის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს ხოლ კიდევ ერთხელ შეხვდებიან. მასკერისა და მასტოფერის პრინციპების დამკვიდრების შემთხვევაში კანონმდებლობა საკაბელო ქსელებს დაავალდებულებს საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ საინფორმაციო არხების შერჩევითი ამოღების გარეშე და მეორეს მხრივ მაუწყებლები ვალდებული გახდებიან საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ.